გამარჯობათ მეგობრებო, მე სანდრო ვარ, თქვენ ჩემ YouTube არხზე ხართ. დღევანდელი ვიდეო იქნება unboxing-ი, რომელიც დაკავშირებული არის წინა ვიდეოსთან. წინა ვიდეო იყო ესეთ ინსტრუმენტზე, შტანგენ ცირკულზე და მაგ ვიდეოში მე ვისაუბრე იმაზე, რომ ელექტრონული შტანგენ ცირკულები არც თუ ისე საიმედო და კარგი ინსტრუმენტია, მაგალითად მოყვანილი მქონდა ყველაზე უბრალო პლასმასისგან დამზადებული შტანგენ ცირკული, რომელიც არ იყო ზუსტი. და ვიდეომ ცოტა დამაფიქრა და გამოხმაურებამაც დამაფიქრა იმაზე, რომ უნდა იყოს რა თქმა უნდა ისეთი ელექტრონული შტანგენ ცირკული, რომელიც კარგია, ხარისხიანი არის და შეიძლება თავად ჩაანაცვლოს მექანიკური შტანგენ ცირკული ან საერთოდ მიკრომეტრიც კი. ამიტომ ცოტა ძიების მერე აი ესეთი ხელსაწყო ვიყიდე კომპანია ვირტის მიერ დამზადებული. ფასის მიხედვით ეს სადღაც საშუალო მაღალი სეგმენტია და ალბათ ვიტყოდი საშუალო ფასი 100 евро იქნება ამ ინსტრუმენტის. სავარაუდოდ ეს ინსტრუმენტი პროფესიონალურია და რას წარმოადგენს, მოდით ერთად ვნახოთ და შევამოწმოთ. ეს ჩვენი ვირტის ინსტრუმენტი, რომელიც კონკრეტულად ეს საიუბილეო არის, რომელიც არის მე მგონი კომპანიის 80 წლის თავს მიძღვნილი. დიდი განსხვავება მე მგონი არ უნდა იყოს ჩვეულებრივისა და საიუბილეს შორის. ინსტრუმენტი ასეთ ლამაზ საკმაოდ არ ყუთში არის მოთავსებული. ეს ყუთი შენახვისთვის არის ინსტრუმენტის და არა მარტო ტრანსპორტირებისთვის. მოყვება ინსტრუქციაში არის მხოლოდ მონაცემები იმაზე თუ როგორ ჩავდოთ ელემენტი, სხვა არაფერი. რაც იმაზე მეტყველებს, რომ ინსტრუმენტი პროფესიონალურია. იგულისხმება, რომ ადამიანი, რომელიც ამას ყიდულობს, უნდა იცოდეს, როგორ გამოიყენოს. მოყვება ფურცელი სტანდარტების შესაბამისობაზე. ეს არის კონკრეტულად ამ ინსტრუმენტის, აქ ნომერიც არის ინსტრუმენტის მითებული. მეჭედი არის სტანდარტის ორგანიზაციის მიერ დატმული ხელი მოწერილი თანამშრომლის, ვინც შეამოწმა და ამ ინსტრუმენტით ჩვენ ხვდებით გებოთ ორ რაღაცას მნიშვნელოვანს. პირველი, რომ სამუშაო ტემპერატურა არის 20 გრადუსი, ან ამ ტემპერატურა ტენიანობა 50%. ამ ტემპერატურაზე და ამ ტენიანობაზე მისი სიზუსტე არ უნდა იყოს ნაკლები 2/100 მილიმეტრისა. და ზომავს ის 0-დან 150 მილიმეტრამდე და ბიჯი არის 1/100. და ცდომილება დასაშვები არის 2/100. кейსი ძალიან კარგია, ოღონდ არ არის წყალგამძლე, ამ მტვერგამძლე ჩვეულებრივად იკეტება. პატარა საფეხური აქ მაინც აქვს ალბათ მტვერისთვის. აქ ქვევით არა აქვს. ესე იგი, ელემენტი მე უკვე ჩავდე, ეგ ძალიან ადვილი არის. აქ არის სპეციალური ფანჯარა, საიდანაც იდება ელემენტი. მოხსნა ავიღოთ ჩვენი ინსტრუმენტი. ინსტრუმენტი საკმაოდ მძიმეა, სადღაც იქნება ალბათ 200 გრამამდე. რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ პლასმასის кейსის ქვეშ ასევე მეტალის ელემენტებია. დატანილია ჩვეულებრივი სკალა, რომელიც არის მხოლოდ მიახლოებით, ანუ ჩვენ რო ვიცით, რომ დეტალი რაღაცა 20 მილიმეტრია, დაახლოებით 20-ზე რო დავაყენოთ და დავიწყოთ გაზომვა. თუ დისპლეი არ მუშაობს, ამ სკალით გაზომვა შეუძლებელია. არ არის ეგეთი ზუსტი, როგორც უნდა იყოს. ეს არის ჩვეულებრივად, ანუ გაგვიადვილოს ჩვენ მუშაობა. ფუნქციონალურად იგივე აბსოლუტურად, რაც ეს ჩვენი მექანიკური ინსტრუმენტი. მარტო განსხვავება ხა ის არის, რომ 150 მილიმეტრზე არის გათვლილი მაქსიმალური დიამეტრი ელექტრონული და 140 არის
ეს ინსტრუმენტი თან დამახასიათებელია საბჭოთა ინსტრუმენტისთვის, რომ რატომღაც სანტიმეტრებშია მოცემული. როცა ბიჯი მილიმეტრებში, არ ვიცი. ისე გადაწყვიტეს და ბოლო ორი საფეხური რატომღაც ასევე ციფრი არ იწერებოდა, ანუ 120 მმ თავდა, 12 სმ თავდა, 74 არაფერი არ წერია. მაგრამ ალბათ ეგრე იყო საჭირო. სიღრმის ზომი აქაც არის, ვინტი, რომელიც აფიქსირებს, ორივეს გვაქვს, ну, იდენტურია რა ყველაფერში. ხაზვისთვის, ასევე კაწვისთვის გვაქვს ეს დანები. ну, აქ ძალიან ბევრად უფრო ბასრია. ეხლა ამ ინსტრუმენტზე უკვე გაცვდა. ეს ინსტრუმენტი მე ახალი შევიძინე 1999 წელს თბილისში. მანამდე 79 წელს სხვათა შორის ის გამოშვებული. მანამდე ესეთივე ზუსტად მქონდა ინსტრუმენტი, რომელიც სახელოსნოში გადასვლისას დაიკარგა. ესე იგი, ეს ჩვენი ინსტრუმენტი. მოკლედ, ორი ღილაკია სულ, ერთი არის ჩართვა, გამორთვა და ნოლზე დაყენება და ინჩებსა და მილიმეტრებს შორის გადართვა, რაც ძალიან კარგია. კიდე რაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, ის არის, რომ ამ შტანგელს არ აქვს კბილანები, რომელზეც რგოლი ტრიალებს გაზომვის. რგოლი აქ არის, დისკი, აქ კბილანებია. ეს კბილანები არა ვიღაც ძალიან კარგია, იმიტომ რომ აქ კბილანებში ხშირად, რა თქმა უნდა, ყოველთვის მტვერი ჭუჭყი ხდება და აზიანებს მერე ინსტრუმენტს და გაწმინდა ჭირდება. ამ შემთხვევაში მე რამდენადაც ხვდები მოდება სადღაც აქ იქნება, აქ რეზინის ბორბლით. ეს ერთვის ხრი კარგია, კი ბატონო. მეორე ხრი მე მგონი ეს ინსტრუმენტი უფრო ადვილად ირევა და კარგავს სიზუსტეს, ვიდრე როცა მექანიკურად კბილანა არის გადაბმული. ამ შემთხვევაში ესეთი ხისტი გადაბმა აქ არ არის. ინსტრუმენტი არ არის წყალგამძლე, ანუ ზეთი ან ბენზინი ან რაღაცა რომ მოგვიხდეს, სავარაუდოდ გავაფუჭებთ. არაფერი ინსტრუქციაში ამის თაობაზე არ წერია, მაგრამ რახან არ წერია, რომ წყალგამძლე, ესე იგი არ არის, მაგრამ იყოს დამიჯერეთ ყველგან ეწერებოდა ეს. ესე იგი, გაზომვების შევადარო, ჩვენ შეგვიძლია სამი კალიბრი მაქვს, მე აქ ეს არის შაიბა, რომელიც სარქველების რეგულირებისას გამოიყენება ძრავზე და 2 მიკრომეტრის კალიბრირებისთვის 2 კალიბრია 50 და 75 მმ. აქ არასდროს მიწერია. 25, 75 და 3.15. ესენი რა თქმა უნდა მეასედებში ზუსტია. შეგვიძლია გავზომოთ და დავწონდეთ. მოდით გავაკეთოთ ახლა გაზომვა და ვნახავთ რასთან გვაქვს საქმე. პირველ რიგში მოდით ეს შევება გავზომოთ, ჯერ მიკრომეტრი დავწონდეთ, რომ ის არის, იმიტომ რომ ну ეს რა თქმა უნდა უკვე ვიცით რა ზომაც არის და კი ბატონო, შეხედეთ 3.15 მმ. ზუსტად არის. ეხლა მეასედებში ჩვენ როცა ვზომავთ ინსტრუმენტით, რომელიც ზომავს მეათეთში, მაინც შეგვიძლია დავინახოთ, რომ ზომა ზუსტი მეათეთში არ არის. გავზომეთ 3.1 გვიჩვენებს და მეორე ხაზი გადაცდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოდნავ 3.1-ზე მეტია. ეხლა ჩვენი ინსტრუმენტი გავასწორეთ 0-ში. სხვათა შორის 0-ზე გასწორება უნდა ყოველთვის გაზომვის წინ, როცა ნულებიც არის აქ, იმიტომ რომ ინსტრუმენტი ზომავს უფრო მე-1000-ში, მაგრამ მე-100-ს გვიჩვენებს. ამიტომ აქ შეიძლება იყოს 0.00 რაღაცა კიდე და ამიტომ ყველა გაზომვის წინ აუცილებლად ნულდება ინსტრუმენტი. ვიწყებთ გაზომვას. აი 3.15, ანუ
ეხლა იდეალურ პირობებში ზუსტად 20 გრადუსი არის ოთახში. ტემპერატურა გაგვიზომა სწორედ ცოტა დიდი დიამეტრი აქვს. ისევ არ დაგვავიწყდეს, ერთი გაზომა გავაკეთეთ, დავაბრუნეთ. დავანოლეთ. გავშალეთ და გავზომეთ. მიტუტოიოს კალიბრი ისევ ზუსტად მეასედებში გვაქვს. ეხლა ცოტა ვაწვალებ ინსტრუმენტს, ეთმე ძალას ვატან, იქნებ შეიცვალოს ჩვენება, მაგრამ არ იცვლება. მეასედში სწორად გაგვიზომა. კიდევ უფრო გავზარდოთ კალიბრი. 75 ზუსტად. მეასედში არის სიზუსტე. ეხლა არ დავანოლე, უნდა გამეკეთებინო, მაგრამ ჩვენიერია. საკმაოდ კარგია, ცოტა შიდა ისიც გავზომოთ დიამეტრი. ეს არ არის ზუსტი შაიბა, მაგრამ მაინც უბრალოდ მაინტერესებს აი შიდა დიამეტრის გაზომვისას რომ ვაძალებ ის, მასაც არ უნდა ვაკეთებდე, ხო? 1/100-ში იცვლება. მაცა ჩემი არ უნდა ვაკეთებდე იმას. კი ბატონო, ანუ ინსტრუმენტი ძალიან კარგ შტაბეჭდილებას ტოვებს. აი აქ სხვათა შორის ესეთი ერთი ცალი ვინტია დამატებული, სულ მაინტერესებს რა არის, ანუ რას აკეთებს, რა ფუნქცია აქვს და ამ ვინტის ფუნქცია პირველ რიგში ის არის, რომ ამას ფეხი უჭირავს, მაგრამ შეიძლება და რამე უფრო პატარა გაეკეთებინათ, მაგრამ ასევე დონეს დასაჭერად არის, ანუ რომ ინსტრუმენტი გასწორდეს დონეზე. ესეთი ვინტი არის აქ. ეხლა მე პირადად როგორც უყურებ ვიზუალურად ძალიან ხარისხიანი ინსტრუმენტია, ნამდვილად ღირს ის თანხა, რაც გადავიხადე, მაგრამ ისევ და ისევ ვერ ხვდები ამ ინსტრუმენტის უპირატესობას. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ესეთი სამი ინსტრუმენტი, რომელსაც სახელოსნოში ვიყენებთ, ხო? მეათედებში გასაზომად და მეასედებში გასაზომად. ეს სადღაც შუაშია. ესეც მეასედებში ზომავს, მაგრამ ცდომილება არის 2 მეასედი, როცა მიკრომეტრზე 1 მეასედი. ანუ ეს მეასედში ზუსტად გაგვიზომავს, როცა აქ დასაშვებია, რომ 1 მეასედით 2 მეასედით მეტი ან ნაკლები იყოს. ხომასე, ამიტომ ეს ინსტრუმენტი ამას ვერ ჩაანაცვლებს. ვერც მე რომ ვკითხოთ მექანიკურს ჩაანაცვლებს, იმიტომ რომ ამას თავისი დანიშნულება აქვს და აი მე რომ ვიძახდი წინა ვიდეოში, რომ არ მინახია სახელოსნოში, აი ცეხში, სადაც დაზგები მუშაობს, ხომ, ელექტრონული ინსტრუმენტები, იმიტომ რომ ვერ წარმოვიდგენი ხა დაზგაზე, რომელიც იჭრება დეტალი და ზეთი, წყალი, კეროსინი არის, ხა ამით ჩავძვრეთ და დავიწყოთ იქ რაღაცა გაზომვები, ხომ, ასევე ვერ წარმოვიდგენ ეს ინსტრუმენტების ყუთში, ხო? სხვა ინსტრუმენტებთან რო ჩავყრით, იმიტომ რომ სავარაუდოდ დისპლეი დაიკაწრება. ასე რომ ალბათ აი საიუველერო სამუშაოებში, ხო, ისეთი სადაც ადამიანი ოთახში, კაბინეტში მუშაობს მაგიდასთან, ან ზომების ასაღებად სიტყვაზე რაღაც დეტალის სანამ ის ცეხში შევა მან გასაზომად, კი ბატონო, ეს კარგი ინსტრუმენტი არის და ნამდვილად უკეთესია, ანუ უფრო ზუსტია და უფრო ადვილი სახმარია, ვიდრე ნებისმიერი შტანგეცერკვევი. მაგრამ თუ ეს ინსტრუმენტი გვაქვს, ესეც გვჭირდება, ისევ და ესეც გვჭირდება. ანუ ვერ ჩაანაცვლებს ვერც ერთს და ვერც მეორეს. შემდეგი ახლა ხმარებაში როგორ იქნება ეს, რამდენი ხანი მუშაობს დარწმუნებული დიდი ხანი, მაგრამ ჩვენ უკვე სახელოსნოში გამოვიყენებთ ძირითადად ამ ინსტრუმენტს და ვნახავთ ტემპერატურაზე უკვე დავაკვირდებით როგორი იქნება ცვლილებები, რამდენ ხანს ელემენტი გაძლებს და ალბათ წლის ბოლოს უკვე დავაბრუნებთ ამ ჩვენ მაგიდაზე ამ ინსტრუმენტს და ვნახავთ უკვე რა არის და რასთან გვაქვს საქმე 1 წელი ხმარების მერე. იმედია აუმწურავად გაგეცით პასუხი ამ კითხვაზე, თუ რა განსხვავებაა ელექტრონულსა და ჩვეულებრივ მექანიკურ ინსტრუმენტს შორის, თუ რამე შეკითხვები გაქვთ, ხოთ კომენტარში დაგვისვით შეკითხვები, კომენტარები და ლაიქები არ დაგავიწყდეთ, ლაიქი ძალიან ჭირდება ჩვენ პატარა არხს
ჩვენ პატარა community-ს, რომელშიც ალბათ არ ვიცი 200 ადამიანია სულ და დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მოვალ შეხვედრამდე.